მღელვარების მიზეზი კრიტიკის ნაკადი ამ კანონპროექტზე არ წყდება საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან საელჩოები სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები ხელისუფლებას მწვავე დაკრიტიკებენ ამ კანონის მიღების გამო. Რამდენად აუცილებელი იყო თუნდაც პირველი მოსმენით მიღება ამ პროექტის? უპირველეს ყოვლისა მიმართავ პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებს, რომ დარჩენ მშვიდობიანი შეკრების ფარგლებში ჩვენ ხედავთ სამწუხაროდ რადიკალური ოპოზიცია მისი განცხადებებით, გეგმებით ცდილობს ყველანაირად რომ გაამწვავოს მდგომარეობა, წაიყვანოს მოქალაქეები კანონის დარღვევაზე და ამას ახლა ხედავთ პირდაპირ ეთერში. ყველა ნებისმიერი აზრი უნდა გამოთქმული იქნას კანონის ფარგლებში და მე დარწმუნებული ვარ ჩვენი მოქალაქეები განსხვავებით რადიკალი ოპოზიციონერებისგან სწორედ ამ საკითხს გააცნობიერებენ, ასე მიუდგებიან. ზოგადად ხედავთ ბევრი ახალგაზრდა არის შეკრებილი და მე პირადად და ჩვენ ვფიქრობ რომ ვართ 90-იანების თაობა. ჩვენის თაობა ვართ, რომელსაც ნახეთ ქვეყანა, რომელიც თავის დამოუკიდებლობის აღდგენიდან იმართებოდა ემოციებით. და სწორედ ამ ემოციებმა განაპირობა ალბათ რომ ამ აისბერგებით სავსე გეოპოლიტიკურ რეგიონში ყველა ყინულს მივეხეთქეთ. აი ესეთ ემოციებმა, რომელიც ნაცვლად იმის არ იყოს განსჯა, დაფიქრება, ჩაფიქრება საკითხში, ცდილობდა რომ მოქალაქეები აიყოლებინათ რაიმე ემოციაზე და ამით ემართათ ქვეყანა. და ვფიქრობ რომ ბოლო 10 წელია ეს შეიცვალა ხელისუფლების მხრიდან მინიმუმ, როდესაც არის მცდელობა რომ საკითხში ჩაღრმავება მოხდეს და არა ზედაპირული. რაც ჩვენ ვნახეთ საერთო ჯამში ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში არის საბოლოო ჯამში ტიპიური სცენარი პროპაგანდით ადამიანების შეცდომაში შეყვანისა. ჩვენ ვნახეთ რომ ჯერ კიდე დაუწერელ კანონს დაარქვეს რუსული კანონი, რაც ისე რომ შინაარსი არც კი იყო ფურცელზე გადატანილი, უკვე ეძახდნენ რუსულს და ეს იყო პირდაპირ სიგნალი, რომ ეს იყო პროპაგანდისტული ხაზი, რომელსაც შემდეგ საბოლოო ჯამში მიყვა რადიკალური ოპოზიცია. თუმცა ყველა ვინც შინაარსში ჩაიხედა და გაერკვა, ყველა დარწმუნდა, რაში იყო საქმე. და საქმე არის პრინციპში უმარტივეს საკითხში და ეხება სწორედ იმ მოქალაქეებს, რომლებიც შეკრებილი არიან ახლა პარლამენტთან. მათ უფლებას იცოდნენ თუ ვინ არიან ის ხალხი, ვინც ჩართული არიან პოლიტიკური გადაწყვეტილებების ფორმირებაში და მიღებაში, რომელიც მათ ცხოვრებაზე ახდენს გავლენას. დღევანდელი სისტემა არის ასეთი და ეს არის უფლება მოქალაქის, რომ იცოდეს, ვინ არიან ისინი, ვინც იღებენ ამ გადაწყვეტილებას. მოქალაქეებმა იციან საჯარო ინსტიტუტები. მათი ფინანსების გამჭვირვალობით ჩვენ ნომერ პირველი ქვეყანა ვართ. მოქალაქეებმა იციან პარტიების დაფინანსება, ნებისმიერი პარტიის დაფინანსება არის ხელმისაწვდომი ღიად, ყველა ხარჯი და შემოსავალი. მოქალაქეებმა იციან საჯარო მოხალისეების ფინანსები, პოლიტიკური თანამდებობის ფინანსები, დეკლარაციების მეშვეობით და ამავე წრეში გადაწყვეტილებების ფორმირებისა და მიღებისა ჩართული არიან ასევე ორგანიზაციები, თქვათ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლის ფინანსებთან დაკავშირებით არ არსებობს არანაირი სისტემა, რომ ვიცოდეთ მოქალაქეებმა, ჩვენ ყველა, მათ შორის ჩვენ თქვენ და იმ მოქალაქეებმა, რომლებიც არიან ახლა შეკრებილი პარლამენტთან, რომ იცოდნენ რა ფინანსური მაყურებელს უთხრა, ჩვენ თვალს ვადევნებთ პარალელურად რა ხდება ახლა პარლამენტის შენობასთან და შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმისგან ისმის უკვე გამაფრთხილებელი მოწოდება იმის თაობაზე, რომ გამოყენებული იქნება სპეციალური საშუალებები. როგორც ჩანს, აუცილებელი გახდა ასეთი გაფრთხილების გავრცელება, იმიტომ რომ მომიტინგეთა ქცევა ხდება სულ უფრო აგრესიული. ჩვენ მუდმივად ვადევნებთ თვალს ადგილზე თუ რა სიტუაციაა და მოგაწვდით ინფორმაციას. ჩვენ ახლა არგუმენტებზე საუბრობთ, მაგრამ ეს არგუმენტები მთლიანად გადაფარა დეზინფორმაციის კამპანიამ. ხო, ეს იყო მრავალმხრივი კამპანია დაწყებული იმით, რომ ეს არის რუსული კანონი, დამთავრებული იმით, რომ უკვე დაამტკიცა პარლამენტმა ეს კანონი და გაგრძელებული იმით, რომ ესე იგი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარების ორგანიზაციები დარჩებიან დაფინანსების გარეშე, მარტოხელადედები ქუჩაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ აი ეს დეზინფორმაციული განცხადებებიც განიმარტოს კიდევ ერთხელ. რეალურად რას ეხება, ვის ეხება ეს? ეს იყო აბსოლუტურად კლასიკური პროპაგანდისტული ინსტრუმენტები დაგეგმილი კამპანია, დაწყებული დაბრენდვით, როგორც რუსული კანონი, როგორც შიდა ისე გარე აქტორების მხრიდან რუსულ კანონად დაბრენდვის
გაგრძელებული იმით, რომ საუბარი იყო თითქოს ეს ეხება ფიზიკურ პირებს, ადამიანებს და მათი არის საუბარი და დამთავრებული იმით, რომ თითქოს კანონი არის მიღებული. მათ შორის სამწუხაროდ საუბარი იმაზე, რომ ვეტოა გამოყენებული თუ ასე შემდეგ, პირველ მოსმენაზე გვაქვს საუბარი, თვეები არის საჭირო, რომ ეს კანონი იქნას მიღებული, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ვენეციის კომისიაში არის გაგზავნილი, რომელიც გამოთქვავს თავის კვალიფიციური მოსაზრებას. სხვათა შორის, ოდესაც საუბრობთ გამოხმაურებას, თქვა ევროსაბჭოდან, დღეს იყო გამოხმაურება ნახეთ, საუბარია მათ შორის ევროკავშირიდან, საუბარია იმაზე, არა იმაზე, რომ ეს შინაარსი ამ კანონისა არის ლეგიტიმური, არამედ ფორმა რამდენად შეიძლება იყოს ასე და სწორედ ამ დასკვნას ამასთან დაკავშირებით ველოდებით დასკვნას. მაგრამ იმ დროს, როდესაც საზოგადოების ნაწილის განწყობები იყო მკვეთრად ნეგატიური, იმ დროს, როდესაც ჩვენ ვისმენდით იმ გზავნილებს, იმ კრიტიკულ გზავნილებს, რატომ გახდა აუცილებელი, რომ გუშინ მიგეღოთ ეს კანონი პირველი მოსმენით და იყო თუ არა შესაძლებლობა, რომ პირდაპირ გადაგეგზავნოთ ვენეციის კომისიაში, თუნდაც პირველი მოსმენით მიღებამდე. საქმეც ეს არის, რომ манипуляცია კიდევ ერთხელ თითქოს პირველი მოსმენა, ახლა ამ მხრივ რაიმე გადამწყვეტი მნიშვნელობა ქონდა კანონის მიღების მხრიდან. ვინაიდან კიდევ ერთხელ მეორე მესამე მოსმენა ჯერ კიდევ წინ არის, ანუ ეს არის პროექტი, რომელიც პარლამენტმა პრინციპების დონეზე გაიზიარა, ანუ თქვა, რომ გამჭვირვალობა ყველა აქტორის, რომელიც ჩართულია პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაში, არის მნიშვნელოვანი და მოგიყვანთ ახლა მაგალითი. ჩვენ არაერთხელ დავასახელეთ დროას მაგალითი და მე მინდა გაჩვენოთ ქართული ოცნების წლიური ანგარიში. აი ეს არის, რასაც ქართული ოცნება და სხვა პარტიებიც წლიურ საფინანსო ანგარიშს აბარებენ მოქალაქეებს, რომ მათ ნახონ ყველა შემოსავალი იქნება თუ გასავალი. ამას გარდა თქვენ იცით, რომ არსებობს პარტია დროა, ელენე ხოშტარიასი და მას აქვს შექმნილი ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც ასევე ქვია დროა, რომლის დამფუძნებელი არის ელენე ხოშტარია, რომლის ხელმძღვანელი არის ელენე ხოშტარია, რომლის გამგეობის წევრები არიან პარტია დროას წევრები. ამ პარტია დროას თვითონ როგორც პარტიას შარშა მთელი წლის განმავლობაში ქონდა 40,000 ლარი შემოსავალი და გასავალი დაახლოებით და თითქოს ეს იყო ყველაფერი. მაგრამ ეს ასე ვთქვათ ყალბი კონსტრუქცია არასამთავრობო ორგანიზაციის სახის დროა გამოყენებული არის იმისთვის, რომ მიიღონ ფინანსები, რომელიც ისე არ შეიძლება პარტიამ მიიღოს, ვინაიდან პარტიას ეკრძალება უცხოური დაფინანსების მიღებას. და რას ხედავთ? არასამთავრობო ორგანიზაცია დროას თუ შევხედავთ, ხო ამბობენ, რომ არსებობს გარკვეული რეესტრები, სადაც აღირიცხება ესა თუ ის გრანტი თუ არის მიღებული და თუ კი ეს არის ოფიციალური გრანტი. აი იმ გრანტების რეესტრში, რომელიც დღეს გათავისუფლებას ეხება, არასამთავრობო ორგანიზაცია დროას საერთოდ აფიგურებს, ან ნული გრანტი აქვს თითქოს და არასამთავრობო ორგანიზაცია დროას. არა და თავად ელენე ხოშტარიას განცხადებით, მას აფინანსებს, ძირითადად დამფინანსებული არის ევროპის დემოკრატიის ფონდი, ეს გახლავთ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც არის ევროკავშირში რეგისტრირებული და აფინანსებს ეს ორგანიზაცია, თუმცა არავინ არ იცის რა თანხით, რა მიზნებისთვის და რისთვის. აი ეს არის ტიპიური სქემა, რომელიც ბევრ პარტიას აქვს ესე გამოყენებული, როდესაც პარტიასთან ერთად აფუძნებენ ყალბ არასამთავრობო ორგანიზაციებს და ამის მეშვეობით იღებენ შემოსავლებს და ეს ფული მიდის პოლიტიკაში. ამიტომ სწორედ ამ მოქალაქეების უფლებაა, რომ იცოდნენ რა ფული ტრიალებს პოლიტიკაში, რა ფულით ფინანსდება ის ორგანიზაციები, რომლებიც მონაწილეობენ გადაწყვეტილების ფორმირებასა და მის მიღებაში. მაგრამ არ შეიძლებოდა, რომ თუნდაც პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონში მიგეღოთ ცვლილებები, რომელიც მსგავს კონსტრუქციას მოშლიდა ან გამჭვირვალებას გახდიდა, რადგან მთავარი პროტესტი, რასაც უკავშირდება, არის რეესტრს, რომლითაც უცხო ქვეყნის გავლენის აგენტის სტატუსი ენიჭება ყველა ორგანიზაციას, რომელიც 20%-ზე მეტ დაფინანსებას მიიღებს. ახლა ეს ჩანაწერი არსებობს და მოქალაქეთა მთავარი მწვავე გზავნილები ზუსტად ამას უკავშირდებოდა, რომ ეგრეთ წოდებული აგენტის იარლიყი იყო მათთვის მიუღებელი. ხო, აი ეს არის კიდევ ერთხელ ერთი სიყალბე, რომ თითქოს ეს ეხება ფიზიკურ პირებს და მოქალაქეებს და რაიმე იარლიყის მიწებება ხდება, ესეც ცალკე ცინიზმი არის, როდესაც სტიგმაზე საუბრობენ ის ორგანიზაციები, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელიც წლების განმავლობაში დაკავებული არიან სწორედ იარლიყების მიწებებით და სტიგმების შექმნით და შეგახსენებთ, ხომ ოლიგარქია, კლანი, სახელმწიფოს მიტაცება, რუსული გავლენა, პუტი, ასე შემდეგ, სულ სტიგმები და იარლიყები, რომელსაც აწებებდნენ წლების განმავლობაში სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტს თუ პარტიას. და ეს ორგანიზაციები ხა ჩივიან თითქოს სტიგმებზე იყო საუბარი. სხვა შორის არის მეორე ეგრეთ წოდებული 8-პუნქტიანი ახსნა იყო თითქოს ამ კანონ პროექტის, რომელიც სოციალურ ქსელში ძალიან გაზიარებული იქნა მათ შორის პოლიტიკოსების მხრიდან და ეს იყო თითქოს ახსნა, რომელზეც დაყრდნობითაც ამბობდნენ თუ რა ცუდი შედეგები შეიძლება ამ სკოლის მოხდეს და ყველა 10 პუნქტია და 10-ვე არის ტყუილი და სწორედ აი ამ ტყუილზე დაყრდნობით ხედავდა ეს პროპაგანდა. მაგალითად პირველი პუნქტი არის, რომ თითქოს
რაღაც აგენტები ხდებიან, ფიზიკური პირები, ფსიქოლოგები, სოციმუშაკები, რეჟისორები, იურისტები, ეს არის აბსოლუტური ტყუილი. კიდევ ერთხელ საუბარია ორგანიზაციები, რომელიც უცხოური დაფინანსება იღებენ და აქაც რაზე არის საუბარი? ერთადერთი ვალდებულება ეს არის როგორც პარტიები აკეთებენ ამას წელიწადში ერთხელ რეესში მიიტანონ ფინანსური ანგარიშგება. მორჩა, სხვა ვალდებულება არ არსებობს. ეს არის რეესში უბრალოდ ანგარიშგების მიტანა და არა დამალვა ამის და სხვა ჩვენ ძალიან ნიშანდობლივია და ჩვენ ეს ნებათაღლებია რომ ჩაცხრება, რა თქმა უნდა იქნება ამაზე სერიოზული დისკუსია, რა ხდება, რატომ ალავენ ამ ფინანსებს და რა იმალება ამ ყველაფრის უკან, რატომ უნდათ რომ არ გაამჟღავნონ თავის ფინანსები. მეორე გაქვთ უკვე ეს ინფორმაცია, აი რა ხდება, რატომ ალავენ, ვინ არის ეს? აი მაგალითად მოგიყვანეთ პარტია დროა, ელენე ხოშტარია, რომელიც არის რადიკალიზმის განსახიერება, ხო, საქართველოში ადამიანი, რომელსაც ჰქონდა მანდატი, ეს მანდატი გადააგდო, შემდეგ მოუწოდებს დღემდე ოპოზიციონერ დეპუტატებს რომ დატოვონ პარლამენტი, არის ყველა რადიკალური ღონისძიებების ერთ-ერთი სულისჩამდგმელი და ხედავთ რომ მას ყალბი არასამთავრობო ორგანიზაცია აქვს შექმნილი, იგივე დასახელებით და ამ ფულს იღებს სწორედ იმისთვის რომ ეს რადიკალიზმი გააღვიოს. ზუსტად გააღვიოს, ზუსტად ასეთივე სქემები აქვს შექმნილი სხვა რადიკალურ პარტიებს, რომლებიც ასე გვერდის ავლით იღებენ დაფინანსებას თავისი რადიკალური დღესასწაულისთვის. აი ამ პუნქტებიდან გაგაცნოთ სხვა პუნქტებს. მეორე პუნქტი მაგალითად, რომ თითქოს ანონიმური ეგრეთ წოდებული ანონიმკებს რო ეძახიან, ანონიმური წერილების მეშვეობით მოხდება ვიღაცების ასე ვთქვათ ხო, ეს არის ჩვეულებრივი საკითხი, მათ შორის პარტიებთან დაკავშირებით არსებობს მიმართვის საკითხი, არანაირ ანონიმურობაზე აქ საუბარი არ არის, არის საუბარი იმაზე, რომ თუ კი არსებობს აი ესეთი ორგანიზაცია, როგორც არის არასამთავრობო ორგანიზაცია დროა, რომელიც არის ყალბი არასამთავრობო ორგანიზაცია, იღებს დაფინანსებას და მალავს ამას და არატყობინებს, თუ კი ცნობილი ხდება მაგალითად მედიისთვის, რომ მედიას შეუძლია მიმართოს რეესს იმისთვის, რომ მიუთითოს იმაზე, რომ არსებობს ასეთი საკითხი. მესამე საკითხი, თითქოს უცხო ქვეყნის აგენტი და ასე ვთქვათ კონტროლი იქნება და შეზღუდვები იქნება არასამთავრობო ორგანიზაციას. ტყუილი პირდაპირ კანონში წერილი არანაირი შეზღუდვა არ შეიძლება არსებობდეს არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ. ასევე თითქოს რაღაც თითქოს არ არის ეს ანალოგია ამერიკის შეერთებული შტატების ან დიდი ბრიტანეთის, სადაც მხოლოდ მტრულ სახელმწიფოების მიმართ არის ეს, რანაირად არის მტრული სახელმწიფო მიხეილ სააკაშვილი, რომლის ხელშეკრულებაც აღმოჩნდა ზუსტად ამ რეესში. როგორ არის ეს მტრული ეს გასაგებია, მაგრამ მოდით თქვათ არგუმენტები, რატო გამოვიდნენ ადამიანები ქუჩაში გარდა აგენტის სტატუსისა. არაერთი სტრუქტურა ევროპიდან და პირი ავრცელებს განცხადებას, მათ შორის შარლ მიშელი, ხო? ამბობს, რომ უცხოური გავლენის შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის გზასთან შესაბამისობაში არ მოდის. ამერიკის საელჩომ გუშინდელ დღეს უწოდა დემოკრატიის შავი დღეები საქართველოსთვის და ასე შემდეგ. მთელი ეს განცხადებები, რომლის ძირითადი ნარატივია, რომ ამ კანონის მიღება აშორებს საქართველოს ევროპულ გზას, ზუსტად ეს იწვევს შეშფოთებას ადამიანებში. ხო, რეალურად. მიშელ, სანამ უპასუხებთ მაყურებელს, მინდა უთხრა, რომ სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ვიდეო ჩანაწერი, ის უკვე გავიდა რუსთავი 2-ის ეთერში. აქ საუბარი არის აკია ბარბაქაძეს და გედი ფოფხაძეს შორის და ამ საუბარს ესწრება გიგა მაქარაშვილიც და ისინი განიხილავენ პარლამენტის შენობის აღებას. და ასეთი ციტატა არის ამ საუბრიდან, ხალხი თუ მოვიდა, მივიღეთ ლეგიტიმაცია, რომ უნდა ავიღოთ პარლამენტის შენობა. ჩვენ როგორც კი გვექნება შესაძლებლობა აუცილებლად გაჩვენებთ და მოგასმენინებთ ამ საუბარს. გავაგრძელოთ ჩემ შეკითხვაზე პასუხი, რომელიც იყო, რომ როდესაც ევროსტრუქტურებიდან ჩვენ გვეუბნები, რომ შორდებით ამ კანონის მიღებით ევროპულ გზას, ზუსტად ამას გამოყავს ეს მოქალაქეები. კი პასუხობთ, მაგრამ აქვე გიგა მაქარაშვილი სირცხვილია წარმომადგენელი, ხომ? კიდე მეორე არასამთავრობო ორგანიზაცია, რადიკალური, ძალადობრივი ორგანიზაცია, რომელიც გახლავთ ნაციონალური მოძრაობის ახალგაზრდა ფრთა, რომელიც ასევე დაფარულად ფინანსდება გრანტების სახით, არსად არ არის მათი გრანტი აღრიცხული. არავინ არ იცის რა არის მათი დაფინანსება, რა მიზნები აქვს ამ დაფინანსების, ასევე ვიცით რომ მან არის არა მხოლოდ უცხოური დაფინანსება, არამედ არის ასევე პოლიტიკური პარტიების მხრიდან დაფინანსება ამ ორგანიზაციაში, რომელიც არის რადიკალიზმის მაგალითი და სწორედ ეს არ ვიცი ხომ არ მისმენი ამისთვის, მაგრამ თუ კი ეს სიმართლეა, ზუსტად ამას ადასტურებს, რომ დღეს რადიკალიზმი არის დაფინანსებული სწორედ აი ესეთი გზებით და არის ორგანიზაციები, რომლებიც ფარულად ფინანსდებიან, ისე რომ მოქალაქეებმა არ იციან, რომ ასეთი ფინანსები არსებობს და საბოლოო ჯამში აი ესეთი სურათი იქმნება ჩვენს ქვეყანაში. ზუსტად ეს აჩვენებს მიზანშეწონილობას სწორედ აი ამ კანონმდებლობის. აქ მნიშვნელოვანია შავი დღე ქართული დემოკრატიისთვის, ასეთი განცხადება ალბათ რომ ვეძებოთ ახლო წარსულის დიპლომატიური კორპუსის განცხადებებში, ასეთი ხისტის შეფასება არ მოგვისმენია, მაშინაც კი, როდესაც ისხლიანი
დღეებით ენდებოდა საქართველოში. აი რა განაპირობებს ასეთ დამოკიდებულებას? ერთ-ერთი რამ თუ კი რამე არის შავი დღის მაჩვენებელი არის ის რომ დღეს რადიკალური ოპოზიცია თავის რადიკალურ აქტივისტებთან ერთად დაკავებული არის პარლამენტის შტურმით და ეს რა თქმა უნდა შავი დღე არის ჩვენი ოპოზიციისთვის რომელმაც თავისთავად ამ დღეში ჩაიგონა. რა თქმა უნდა ეს ვნებათა ღელვა დამშვიდება. ისევე როგორც სხვა დროს ხო გახსოვთ ეგრეთ წოდებული არჩევნების გაყალბების ისტერია რომელიც შექმნეს ასევე ტყუილი და ყალბი ნარატივი თავადვე გაყალბებული პარალელური დათვლებით რომელიც ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებიდან მოდიოდა განცხადებებით რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებიდან მოდიოდა ასე ვთქვათ იყო ინსპირირებული მაშინდელი პროტესტით საბოლოო ჯამში მოქალაქეები გაერკვნენ ყველაფერში ამ შემთხვევაშიც მოქალაქეები ყველაფერში გაერკვევიან და ეს შავი დღე სწორედ ჩვენი ოპოზიციის იმ ნაწილისა რომელიც ამ რადიკალიზმშია ჩართული კიდევ ერთხელ მაგრამ პარტნიორების ნეგატიურ განწყობებს რა შეცვლის რომელსაც რაც შეეხება პარტნიორებს ხა ეს მე არა მხოლოდ განცხადებებით ვიცი არამედ იცით რომ მე შევხვდი ევროკავშირის ელჩს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს და საერთაშორისო წარმომადგენლებს და მქონდა იქ საუბარი დეტალურად ამ კანონპროექტთან დაკავშირებით არავინ მათ შორის სხვა ჩვენს არც ვენეციის კომისია სხვა შემთხვევებში დასკვნების სახით ან თუნდაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არავინ არ აყენებს ეჭქვეშ რომ არსებობს სახელმწიფოს ლეგიტიმური მიზანი რომ იყოს ინფორმირებული მოქალაქე იმისთვის რომ იყოს უზრუნველყოფილი უსაფრთხოება და გამჭვირვალობა. სწორედ ეს არის ინსტრუმენტები და ლეგიტიმური მიზანი რომ უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე და გამჭვირვალობის მიზნებიდან გამომდინარე შექმნილი იყოს სისტემა, როდესაც კიდევ ერთხელ ცნობილია ყველა აქტორის ფინანსური ასე ვთქვათ ფინანსური ზურგი ან ფინანსური წყაროები, ვინც ჩართული არის ჩვენი მოქალაქეების პოლიტიკური ამის მიუხედავად შეფასება მკვეთრად ნეგატიური. რაც შეეხება შეფასებას, ჩვენ მოვისმინეთ ბორელის შეფასება მაგალითად ნახეთ დღეს რუსაფჭოდანაც იყო აქ საუბარი სწორედ იმაში ამ ფორმით და აქ ძირითადად არის გამახვილებული ყურადღება ტერმინოლოგიაზე, რომლის ხაზგასმასაც ცდილობდნენ აბსოლუტურად ასე ვთქვათ ზედმეტი აჟიტირებით მოხდა ეს ყველაფერი ტერმინოლოგიაზე, რომ ამ ფორმით ხომ არ იქნება ეს გარკვეული სუსხავი ეფექტის მქონე არასამთავრობო სექტორისთვის. სწორედ ამასთან დაკავშირებით ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ ეს არის საკითხი, რომლის მსჯელობა შეიძლება, ეს არის საკითხი, რომელსაც ვენეციის კომისიაც იმსჯელებს. ამისთვის წინ არის კიდე 3 თვე, იმისთვის, რომ ვენეციის კომისიის დასკვნის საფუძველზე, ასევე როგორც ეუთო ოდირის დასკვნაც იქნება ამ საკითხთან დაკავშირებით, ამის საფუძველზე ვიმსჯელოთ. კიდე ერთხელ. მაგრამ ფიქრობთ, რომ აი ეს პირველი შეფასებები მაინც არის აი დეзинფორმაციის პროპაგანდის კამპანიის შედეგი და თუ გაქვთ იმედი, რომ შეძლებთ აუხსნათ პარტნიორებს რეალურად მაგალითად სწორედ ჩვენი პარტნიორებისგან ვიცით რომ მათ მისდით წერილები გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციებისგან პროტესტის წერილები სადაც მითითებულია თითქოს პარლამენტმა კანონი უკვე მიიღო თითქოს აი ხვალ უკვე უნდა ძალაში შევიდეს და ასე შემდეგ რაც პირდაპირ დეзинფორმაცია და ტყუილი არის იმისთვის რომ შემდეგ გამოიწვიონ ეს ეფექტი ეს არის სამწუხაროდ აი ეს ინსტრუმენტი რომელიც წლების განმავლობაში რომელიც კულტივირებაც მოახდინა ნაციონალურ მოძრაობამ მის გარშემო შემოყრებულმა ოპოზიციურმა პარტიებმა თუ სხვა ორგანიზაციებმა ეს არის აღქმების შექმნა და სამწუხაროდ აი ამის მსხვერპლია ჯერ კიდევ ჩვენი საზოგადოება ადვილად იქნება აღქმები ფაქტების დადასტურება სჭირდება და ფაქტების ასე ვთქვათ გამარჯვება სჭირდება გარკვეული დრო, მაგრამ ჩვენ გამოცდილება გვაჩვენებს რომ ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო ჯამში ფაქტებმა გაიმარჯვეს. იქნებოდა ეს არჩევნებთან დაკავშირებული საკითხი, იქნებოდა ეს უკრაინის მიმართ სოლიდარობის საკითხი, რომელიც ასევე манипуляციურად გამოიყენეს ყალბი აღქმების შესაქმნელად, სწორედ საბოლოო ჯამში იმარჯვეს ფაქტები და ეს მოხდება კიდევ ერთხელ. მაგრამ რომ არ ყოფილიყო უცხო ძალის გავლენის აგენტის სტატუსი, რომელიც პირადად მეც მაშფოთობს მათ შორის იქნებ პროცესები წასულიყო სხვაგვარად და არ გამოეწვია ასეთი სიმწვავე რადგან ადამიანები რომლებიც ამ კანონის კრიტიკოსები არიან ამბობენ რომ ზუსტად ამ ტერმინით ხდება ეგრეთ წოდებული მოწინააღმდეგეების მონიშნა ამ კანონის შემდეგ და ამ მოწინააღმდეგებში ანუ უცხო ძალაში იგულისხმებიან დასავლელი პარტნიორები რომლებიც ძირითადად აფინანსებენ საქართველოს. თავარი კრიტიკა ხელისუფლებაზე ეს იყო რომ რა მიზანს ისახავს კანონი მაშინ როდესაც ფინანსები რომელიც დასავლეთიდან შემოდის გამჭვირვალეა და შესაბამისად უცხო ძალის აგენტის დარქმევა ნიშნავს პარტნიორებისთვის იარლიყის მიღწევებას და ბრძოლის გამოცხადებას. ამ არგუმენტებს ვისმენთ მთელი ამ განხილვის გავლენაში. ფინანსები შემოდის სხვადასხვა მხრიდან და სხვადასხვა მიზნით და სხვადასხვა ფორმით. ამიტომ არის საუბარი რომ აქ საუბარია იმაზე რომ მოქალაქე იყოს ინფორმირებული
რომ ის ხალხი, ვინც იღებს გადაწყვეტილებას და ამაში მონაწილეობს, თუ ვინ არიან, ვისგან ფინანსდებიან. რაც შეეხება უცხო ძალის თუ ასე შემდეგ ამ ფორმულირების, თავისთავად, ოდესაც საუბარია პოლიტიკურ პროცესებზე გავლენაზე, ყველა ქვეყანა აწესრიგებს ამა თუ იმ წესით, ქმნის გარკვეულ ინსტრუმენტებს იმისთვის, რომ სხვა ქვეყნის გავლენები იყოს გამჭვირვალე მინიმუმ, ამაზეა საუბარი. კიდევ ერთხელ, აქ ხომ არ არის საუბარი რაიმე შეიზღუდოს თუ არ შეიზღუდოს, მე მგონი საზოგადოება ამაში გაერკვა, არავინ არავის არ ზღუდავს, ერთადერთი არის ის, რომ ისევე როგორც საჯარო მოხელეები, ჩვენ და პოლიტიკური თანამდებობის პირები, ვართ გამჭვირვალე მოქალაქეების მიმართ და ვაჩვენებთ ჩვენი ფინანსები რა არის, ისევე როგორც პარტიები, ჩვენი ანგარიშვალდებულობიდან გამომდინარე, ვინაიდან ჩვენ ჩართული ვართ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაში, ვართ გამჭვირვალე მოქალაქეების მიმართ და ვაჩვენებთ ჩვენ ფინანსებს, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტები, ასევე ის ორგანიზაციები, რომლებიც არიან ამაში ჩართულები, არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ აქვთ ანგარიშვალდებულება მოქალაქეების მიმართ, ხოლო მოქალაქეებს აქვთ უფლება იცოდნენ მათ შესახებ. რაც შეეხება ტერმინოლოგიას, ის რომ სწორედ ამაზე მსჯელობა, როდესაც გახსნილი იყო, ეს ასე ვთქვათ, ამას ყურადღება არ მიექცა, ესეც მეტყოლებს იმაზე, რომ ეს იყო მხოლოდ საბაბი იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში ჩაეშალათ ყოველგვარი მსჯელობა გამჭვირვალობაზე, სინამდვილეში ეს არის სურვილი, რომ დაიფაროს ის ფინანსები, რომელიც ტრიალებს პოლიტიკაზე ზეგავლენის მხრივ და სწორედ აი ამ მოქალაქეებს მიმართავდი, ვინც არიან პარლამენტის შენობასთან, რომ სწორედ მათი ინტერესია, რომ იცოდნენ რა ფული ტრიალებს პოლიტიკაში. ბატონ შელ, მე არ ვიცი თქვენ დამეთანხმებით თუ არა, მაგრამ ჩემი აზრით ყველაზე პრობლემატური საკითხი დღევანდელ სიტუაციაში ეს არის აი ამ კანონპროექტის დაკავშირება ევროინტეგრაციის პროცესთან. ეს არის თემა, რომელიც აწუხებს ადამიანებს, რომლებიც ქუჩაში არიან გამოსული და ეს შეფასება ისმის საერთაშორისო პარტნიორების განცხადებებშიც, რომ პროექტი თუ კი ის დამტკიცდება, დისკუსია ამ თემაზე შეაფერხებს ევროინტეგრაციის პროცესს და რა თქმა უნდა პირველ რიგში კანდიდატის სტატუსის მიღებას. აი ამ საკითხზე გადავიდეთ. რაც შეეხება ამ სპეკულაციას, აქ თუ დაუფიქრდებით, უფრო ღრმა სპეკულაცია არის აქ ჩადებული და მიზანი. სინამდვილეში არის ცდილობა, რომ ევროპა ჩააყენონ ქართველებს შორის. აი ეს არის ცდილობა. როცა ვსაუბრობთ იმაზე, რომ აი ეს არის ცდილობა საზოგადოების გახლეჩი, თითქოს ქართველებს შორის გას ევროპა და თითქოს ქართველები ვერ ვართ ჩამოყალიბებული ევროპასთან დაკავშირებით. მე როგორც მოქალაქე, მაგრამ მე როგორც ასევე პოლიტიკური პარტიის წევრი და როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი როგორც კონსტიტუციური მიზანი არის. ეს არის ჩვენი ისტორიული მიზანი, ხომ? აქ ხომ არ არის საუბარი რაღაც დროებით ამოცანაზე, რომელიც ჩვენ ქვეყანას აქვს. აქ არის საუბარი იმაზე, თუ სად ვართ ჩვენ კულტურულად, ისტორიულად, გეოპოლიტიკურად და ეს არის ჩვენი ხედვა. ამ ხედვას ახორციელებს ქართული ოცნება ბოლო 10 წელია განსხვავებით ნაციონალურ მოძრაობას, რომელიც ყველაფერი ჩაშალა, რაც კი შეიძლება ჩაშლილიყო ევროპასთან დაკავშირებით. ვერაფერი ვერ გააკეთეს. ვერც ასოცირების შეთანხმებას მიაღწიეს, რომ დადებულიყო. ვერც ვიზა ლიბერალიზაციას, საერთოდ ვერაფერს ვერ მიაღწიეს. ურთიერთობა იყო მინიმუმამდე დაყვანილი და მე მათ შორის უკვე ამ პოზიციიდან ბევრი საუბარი მქონდა ამაზე ბრიუსელში სხვადასხვა სტრუქტურებთან, რომლებიც იხსენებდნენ იმ მოლაპარაკების პროცესს, თითქოს ნაციონალურ მოძრაობამ რომ მიიყვანა ბოლომდე, როგორ იყო გაყინული ეს მოლაპარაკების პროცესი და როგორ არანაირად არ თანამშრომლობდა მაშინდელი ხელისუფლება. სწორედ ქართულმა ოცნებამ შეძლო, რომ ბოლომდე მიიყვანა ეს პროცესი, დაედო ასოცირების შეთანხმება, ვიზა ლიბერალიზაცია და სხვა ის სიკეთეები, რაც ჩვენ მივიღეთ, ასევე ნატოსთან დაკავშირებით, უფრო მჭიდრო ურთიერთობები და საბოლოო ჯამში უახლოვდებით კანდიდატის სტატუსს. აი ამას აკეთებს პოლიტიკური ორგანიზაცია 10 წლის განმავლობაში და 10 წელია ამ პოლიტიკურ ორგანიზაციას აკერებენ იარლიხს და სტიგმას, თითქოს ეს არის რუსული ორიენტაციის მოძრაობის გეგმა და ქმედებები ამ პროცესში, მაგრამ აი მაგალითად, როდესაც პრეზიდენტიც კი ამბობს იგივეს, რომ ეს კანონი არ საიდან მოდის თუ არა მოსკოვის კარნახით და რომ არავის აქვს უფლება დააგოს მახეები, ისიც ხო ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი არ არის, ისიც აკეთებს ძალიან მკვეთრ განცხადებებს ამ პროექტს. რაც შეეხება თუნდაც ამ ასპექტში შედარებას საქართველოსა და რუსეთს შორის. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და ამას უნდა გაემიჯნოს. არა თუ ხელისუფლების წარმომადგენელი იქნება თუ ასე შემდეგ, არამედ ოპოზიციას. ეს არის მცდელობა, რომ დემოკრატიული საქართველო შეადარო ტოტალიტარულ რუსეთს. ეს არის სწორედ რამე თუ არის მიუღებელი და გამოდის ასე, რომ თუ კი ვსაუბრობ თუნდაც აი ამ კონტექსტში, გამოდის რომ აქ ივიწყებენ იმას, თუ რითი განსხვავდება სინამდვილეში საქართველო რუსეთისგან. ჩვენ გავსავდებით ჩვენი ინსტიტუტების სიძლიერით, ჩვენი დემოკრატიული ინსტიტუტების სიძლიერით, განსხვავდებით იმით, რომ ჩვენთან
არის ყველა ის შესაძლებლობა, რომელიც უზრუნველყოფს სამართლებრივ სახელმწიფოს. და არ ვართ ჩვენ ტოტალიტარული სახელმწიფო, რომელიც არის ეს რუსეთი. შედარება, ნებისმიერი შედარება საქართველოსა და რუსეთს შორის ამ მხრივ ამიტომ მიუღებელი და ასეთი ალუზიები რაღაც მოდის საიდანაც არის რა თქმა უნდა მიუღებელი იყოს ყველა პოლიტიკოსთვის და განსაკუთრებით როცა ასეთ შედარებას ვისმენთ უცხოელების მხრიდან აი აქ ნამდვილად ვფიქრობ ყველა ქართველი звალი არის რომ ამას დაუპირისპიროს სწორედ ეს საკითხი იმიტომ რომ გამოდის რომ მაშინ ეს უცხოელი მეგობრები განსხვავებას რუსეთსა და საქართველოს შორის იმ ინსტიტუტებში კი ვერ ხედავენ ჩვენს დემოკრატიის სიძლიერეში კი ვერ ხედავენ მათ საქართველოს რუსეთისგან განსხვავებულია თქო იმის რომ აქ არის ხაჭაპური და ხინკალი ამიტომ ასე არ შეიძლება და ყველა ასეთ ნებისმიერ შედარებას აბსოლუტურად არ ვიღებ და ნებისმიერ ასეთ დისკუსიის დროს ჩემთვის მიუღებელია ნებისმიერ ასეთი შედარება ჩვენ ვართ დემოკრატიული საქართველოს სახელმწიფო რომელსაც აქვს თავისი სახელმწიფო ინსტიტუტები და ეს არ ნიშნავს რომ უნდა მოხდეს საქართველოს სტიგმატიზება იმის გამო თუ რაღაც საკითხები რეგულირდება ამ და ასე თუ მიუყვებით დღეს რუსეთი ტანკებით ახორციელებს აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ ეს რას ნიშნავს რომ საქართველოს არ უნდა კონდეს ტანკი თუ რა დამოკიდებულება ეს საერთოდ კიდევ ერთხელ ჩვენ ვართ დემოკრატიული სამართლებრივი სახელმწიფო ნებისმიერი შედარება ნებისმიერი თუნდაც მითითება ან მინიშნება იმაზე რომ შეიძლება არსებობდეს რაიმე მსგავსება საქართველოს და რუსეთის შორის ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი ოკუპანტ ქვეყანასთან შედარება საკუთარი სამშობლოსი არ იკადრება არც ერთ ქართველს რას დაუპირისპირებთ დასავლელი მეგობრების ამ დამოუკიდებულებას იმიტომ რომ სწორად გამიგე ძალიან ადვილია სპეკულაცია ოპოზიციისთვის მაშინ როდესაც ისინი სასურველ განცხადებებს ისმენენ სახელმწიფო დეპარტამენტიდან ევროკავშირიდან ხო იმიტომ ჩვენ დასავლელი ლიდერებისგან მოვისმინეთ ის რომ ეს პროექტი შეიძლება გახდეს ბარიერი ევროინტეგრაციის გზაზე ხო ეს არის თავი სამწუხაროდ რა თქმა უნდა ჩვენ რთულ მდგომარეობაში თუ ვართ იმ კუთხით რომ საქართველოს ბოლო მინიმუმ 2 წლის განმავლობაში არის მასირებული პროპაგანდისტური ტალღის ასე ვთქვათ პირობებში გვიწევს ყოფნა. გაყალბებული არჩევნები. ჩვენ დაგვჭირდა დრო იმისთვის, რომ ყველასთვის აგვეხსნა თუ როგორი სიყალბე იყო ჩადენილი ამ არჩევნებთან დაკავშირებით, როგორი იყო ამაში ჩართული მათ შორის ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელმაც ყალბი პარალელურ დათვლის შედეგები ერთი თვის განმავლობაში ატყუებდა თავის საზოგადოებას. უკრაინასთან სოლიდარობის საკითხი დაგვჭირდა ამისთვის პერიოდი, რომ აგვეხსნა თავიდან იყო თითქოს კითხვები თქვენი სოლიდარობა ხომ ნამდვილად მაქსიმალურია თუ არა და დაგვჭირდა იმის ახსნა ვიცით რა თქვენგან განსხვავებით ჩვენ ნატოს უსაფრთხოების ხოლმე არ გვაქვს ჩვენ თუ რამე მოხდა ხვალ აქ ნატო ჯარისკაცი არ იქნება თქვენგან განსხვავებით ჩვენ ევროკავშირის ფინანსური ეკონომიკური სოლიდარობის ხოლმე არ გვიცავს ჩვენ თუ რაიმე ეკონომიკური კრიზისი დაგვემართა ამის გამო ჩვენ არავინ ზედმეტად ვალდებულად თავს არ ჩათვლის რომ ჩვენ დაგვეხმაროთ აი ეს საკითხები აუხსენეთ ეს სიმართლე გაიტანეთ გარკვეული დროის შემდეგ დღეს ხო ხედავთ სანქციების გორდის ავასთან დაკავშირებით და იგივე დროას დაუბრუნდები სწორედ ეს პოლიტიკური ორგანიზაცია და NGO რო არის ასე ყალბი შექმნილი გაიხსენეთ ერთი 10 მინიმუმ ბრიფინგი აქვს ელენე ხოშტარიას ჩატარებული აი ამ ფულით რომელსაც იღებს ის ჩუმა და ფარულად აი ამ ფულით ატარებს ამ ბრიფინგებს რომელთაც ადანაშაულებს საქართველოს სახელმწიფო საქციების გვერდიშავლაში გჭირდება შემდეგ ამას ხან 1 საათი ხან 2 დღე იმისთვის რომ ფაქტები დადასტუროთ ეს ყველაფერი თუმცა ეს ზიანს რა თქმა უნდა ჩვენ ქვეყანას აყენებს ესეთი ინფორმაციების გასვლა რომელიც აბსოლუტურად ყუილზე არის ამ შემთხვევაში მე დარწმუნებული ვარ და გამოცდილებაც ამ გვაჩვენებს ერთის ხე ჩვენი მოქალაქეებიც გაერკვევიან ამ პროექტის და კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გავუსვათ ეს არის პროექტი ამ პროექტის დეტალებში მეორე ჩვენ გვექნება ვენეციის დასკვნა რამდენიმე თვეში და მანამდე ღია დისკუსია ყველამ გამოთქვას თავისი აზრი და ამაზე რჩეულობა და მესამე რაც შეეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს ხო ამბობენ გამჭვირვალე ყველაფერი აი გამოიყენონ ეს პერიოდი ეს 2-3 თვე როდესაც ვენეციის კომისიის დასკვნა იქნება მოლოდინში თავად ჩამოაყალიბონ ინიციატივა თავად აიღონ ვალდებულება თავად გაასაჯაროს საკუთარი ფინანსები არაფერი საჯარო არ არის. არის ნებაყოფლობითი, ზოგი თავის ვებგვერდზე დადებს რაღაც დეტალებით, ზოგი არ დადებს, ზოგი უბრალოდ დონორების ლოგოებს განათავსებს და ამბობს, რომ ეს ნიშნავს, რომ ვიცის მოქალაქემ ყველაფერი, არაფერი არ არის გამჭვირვალე ამ სექტორში, ისე როგორც უნდა იყოს. აიღონ აბა თვითონ ვალდებულება, თუ კი არაფერი არ აქვს დასამალი და მე ეჭვი მაქვს, რომ სწორედ ეს იყო პროპაგანდის მიზანი, კიდევ ერთხელ კანონი ჯერ დაწერილიც კი არ იყო პროექტი, ჯერ დაწერილიც არ იყო ფურცელზე ჩამოწერილი არ იყო, ინიციირებული არ იყო, როდესაც მოხდა მისი ბრენდირება რუსულ კანონად იმის გამო, რომ შინაარსი ჩაეჩეხათ თავში დისკუსია, რომ ყოფილიყო გამჭვირვალება ამ სექტორში. ათასობით ადამიანს, რომელიც სოციალურ საშუალებებს აქტიურობს, რომელიც აქციაზე გადის, საზოგადო მოღვაწეები, მეცნიერები, სტუდენტები, რიგითი მოქალაქეები და ასე შემდეგ, რომლებიც დღეს დგანან რუსთაველზე და ღელავენ იმაზე, რომ ქვეყნის მომავალი არის საფრთხეში, რომ ხალხის მისია
10 წლეულების განმავლობაში რაც იყო რომ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრები გავხდეთ, დღეს დგას საფრთხის ქვეშ ამ ადამიანებს, რომლებიც ახლა ჩვენ გვისმენენ, რას ეტყვით და ასევე დავაკომენტარებ, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმის და საპოლიციო დანაყოფების წარმომადგენლებმა გამოიყენეს ცხრემსადენი გაზი იმისათვის, რომ რუსთაველზე მომიტინგეების გადაენაცვლათ სხვა მხარეს და მომხდარიყო სიტუაციის შედარებით დასტაბილურება. პარალელურ რეჟიმში პირდაპირ ეთერში თქვენ თვალს ადევნებთ რუსთაველის გამზირს და იქ არსებულ ვითარებას, რომელსაც ცოტა ხანში დაუბრუნდებით. მოქალაქეებს ვეტყვი, რომ საქართველოს ხელისუფლებას წარმოადგენს სწორედ მათ, ჩვენს მოქალაქეებს და რა თქმა უნდა საქართველოს ხელისუფლება ზრუნავს მათზე და სწორედ ეს ინიციატივაც ამას ემსახურება, რომ მათ ქონდეთ ინფორმაცია მაგალითად შემდეგ საკითხზე. ჩვენ გუშინ ავრჩიეთ სახალხო დამცველი და თქვენ გახსოვთ პირველივე სიტყვა რაც წარმოთქვა ახლად არჩეულმა სახალხო დამცველმა, ეს იყო მადლობა განსაკუთრებით სამ ოპოზიციონერ ქალი დეპუტატის მიმართ, რომელზეც მან თქვა, რომ იყო უდიდესი წნეხი განხორციელებული და მეც ვიცი ამ წნეხის შესახებ, ვინაიდან ამ დეპუტატებისგანაც მაქვს მე ინფორმაცია, რომ ხმორციელდება მათზე წნეხი. ვისგან ხორციელდებოდა, იცით ამ დეპუტატებზე წნეხი არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, რომელმაც არჩეული იყო, რამდენიმე წუთის არჩეული იყო სახალხო დამცველი, მე მგონი გამოაქვეყნეს განცხადება, დაგმეს, გაემიჯნენ სახალხო დამცველს, რომელიც არის ასეთი უმაღლესი ლეგიტიმაციის მქონე ინსტიტუტი საქართველოში. აი სწორედ ამ მოქალაქეების ინტერესში იცოდნენ, ვინ არიან ეს არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელიც საქართველოს პარლამენტის წევრზე ახდენენ ზეწოლას, მის თავისუფალ მანდატზე ახდენენ ზეწოლას და ითხოვდნენ მათთან, რომ გადაწყვეტილება მიიღოთ არასაკუთარი სინდისით, ცოდნით და დამოკიდებულებით, არამედ დამორჩილებოდნენ მათ გადაწყვეტილებას, როგორც ჩააგდეს წინაარჩევნები ომბუდსმენის გახსოვთ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მათ შორის განსაკუთრებით დიდი დასახურება იყო მათი, აი მათი ბულინგი იყო განხორციელებული სწორედ ამ დეპუტატებზე. რომელი ორგანიზაციების მე არ ვიცი, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მე დაახლოებით შეიძლება ვიგულისხმო. არ მინდა რომ ვინმეს რამე დავაბრალო, არ ვიცი ზუსტად, მაგრამ ვიცით რა წინა გამოცდილება და დაახლოებით ინფორმაციები რაც არის, სწორედ არასამთავრობო შემდეგ გამოხმაურება რამდენიმე წუთის არჩეულ სახალხო დამცველზე პირდაპირ პროტესტის ნოტა გამოაცხო რამდენიმე NGO. აი ეს არის სწორედ მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, ვინ არიან, ვისგან ფინანსდებიან, რა ინტერესები დგას ამის უკან. ასე რომ ეს არის ყველა სახელმწიფოს ლეგიტიმური ინტერესი, ყველა სახელმწიფოში არის სხვადასხვა ინსტრუმენტები ამის რეგულირებაში, მაგალითად გერმანიაში არსებობს ლობისტების რეესტრი და თუნდაც საერთაშორისო გამჭვირვალობა, გერმანული საერთაშორისო გამჭვირვალობა რეგისტრირებულია როგორც ლობისტი. რატო? იმიტომ რომ ისინი ჩართული არიან პოლიტიკაში, ზემოქმედებენ, ანუ გააქვთ საკუთარი ინტერესები და აქედან გამოდიან მოქალაქემ უნდა იცოდეს, რა ფინანსები დგას მის უკან და საქართველოს მოქალაქეს უნდა ქონდეს იგივე უფლებები, რაც აქვს ევროკავშირის მოქალაქეს. როგორც ევროკავშირის მოქალაქეს აქვს უფლება იცოდეს, ვინ არიან ის ორგანიზაციები და ადამიანები, რომლებიც ჩართული არიან პოლიტიკაში, ასეთივე უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს. ამიტომ არის საუბარი, როდესაც ჩვენ საუბრობთ ღირსეულად ევროპისკენ და ორ ფეხს ევროპაზე და არა ევროპისკენ და არა ცალ ფეხს ევროპისკენ, ჩვენ მოქალაქეებს გულისხმობთ ამ შემთხვევაში, რომ ჩვენ მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ იგივე უფლებები დღესვე, როგორც აქვს ევროკავშირის მოქალაქეებს, ის ინფორმაცია, რომელიც აქვს მათ იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ჩართული არიან პოლიტიკაში, ზუსტად ასევე უნდა ჰქონდეთ ჩვენ მოქალაქეებს შესაძლებლობა, რომ ეს იყოს ახალი სახალხო დამცველის მიმართ ამ ნეგატიური კამპანიის შედეგი იყო, რომ მას კვერცხები დაუშინეს პირველივე გასვლის დროს აქციაზე. თავისთავად ეს არის ზუსტად ხომ საუბრობენ სტიგმატიზაციაზე. ხალხი, რომლებიც არიან ჩემპიონები სტიგმების შექმნის. ეს ორგანიზაციები, ადამიანები, რომელსაც ჩვენ ესე ხედავთ ხშირად, ბოლო 10 წელია სხვას არაფერს არ აკეთებენ გარდა იმისა, რომ შექმნეს სტიგმა, დაამუშავონ, მიაწებონ ხან სასამართლოს, ხან პარლამენტს, ხან მთავრობას, ხან პარტიებს, შემდეგ ომბუდსმენის კანდიდატს, სხვა შორის წინა კანდიდატებზეც იყო მცდელობა, რომ სტიგმატიზება მომხდარიყო კანდიდატების და ამ კანდიდატთან დაკავშირებით ერთადერთი მათი ხედავთ, რომ მათი რაშიც გაწაფული არიან განსაკუთრებით, ეს არის სტიგმების, ყალბის სტიგმების შექმნა, ამ სტიგმების კულტივაცია და საბოლოო ჯამში სამწუხაროდ მოქალაქეებზე იმ დონის ზემოქმედება, რომ შეაზიზღონ საკუთარი ხელისუფლება, შეაზიზღონ პარლამენტი, მთავრობა, ომბუდსმენი, ყველაფერი შეაზიზღონ, რაც კი ქართულია და საქართველოს უნდა ვთქვათ, რომ აი ამ პროპაგანდის მსხვერპლი გახდა ახალგაზრდობა. ძალიან ბევრი, აი ბავშვი შეიძლება ითქვას დღეს დგას ქუჩაში, რომელსაც ნამდვილად არ ახსოვს რა ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს, რომელსაც ვერ დავაბრალებთ, რომ ახლა რომელიმე რადიკალური ჯგუფის მიერ იმართება და უშუალოდ ვინმეს დავალებას ასრულებს, მაგრამ ისინი არიან შეცდომაში შეყვანილი. აი მათ მიმართ რა გაქვთ სათქმელი? ეს ალბათ კინოური თემაა თქვენთვის. მათ მიმართ ზუსტად იგივეს ვიტყვი, რაც თავში დავიწყე. ჩვენ ხო სამივე დარწმუნებული ვართ 90-იანი წლების თაობა.
ჩვენ ვნახეთ ხელისუფლებები. არ ვიცი, შეიძლება რაღაც გადაწყვეტილება მცდარი იყო, არ იყო მცდარი, შეიძლება რაღაც სხვანაირად შეძლებოდა მაშინდელ ხელისუფლების გაეკეთება, შეიძლება რამე არა, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან აი ბოლო ჩვენ ხელისუფლებამდე თუ კი სადმე აისბერგი იყო, ყველას მიგვახეთქა ჩვენმა ხელისუფლებამ. ყველას. არა ვცით არც ერთ აისბერგს. რატომ? იმიტომ იყო ემოციური, იმპულსური გადაწყვეტილებები, ხალხის ასევე იმპულსებზე აყოლა და სწორედ ეს არის ჩვენი მოვალეობა, ჩვენი თაობის 90-იანების თაობის მოვალეობა არის ის, რომ ჩვენს მომავალთაობას ესეთი იმპულსური გადაწყვეტილებები არ შეუქმნათ საფრთხე, ვიყოთ ერთი სხვი წინ დახედული და ესვა ჩვენ ბოლო 1 წელია რაც არის, დაუფიქრდით, სად იყო ჩვენი ოპოზიცია ამ 1 წლის განმავლობაში, როდესაც მიდის აგრესიული ომი რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ, სად ვიქნებოდით ისინი რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში. რა რიტორიკა, რა გადაწყვეტილებების შემოთავაზებაც მათ ჰქონდათ. გაიხსენეთ ყველა დაწყებული მოხალისეების გაგზავნით ომში, რომელიც არც ერთმა ქვეყანამ არ გააკეთხა ამ დედამიწის ზურგზე, მიუხედავად იმისა, რომ მათ ნატოს ჯარისკაცებიც ვერავინ ვერ გააკეთა ეს, რომ გადაელახა ეს ზღვარი, სადაც იქნებოდა რისკი პირდაპირ სამხედრო დაპირისპირება. მაგრამ პროცესი როგორ გაგრძელდება, ეს არის საინტერესო, იმიტომ რომ ჩვენ ახლა თვალყურს ვადევნებთ რუსთაველის გამზირს, სადაც სპეციალური დანიშნულების დანაყოფები არიან, მოხდა ცრემლსადენი გაზის გაშვება, გუშინაც ანალოგიური სიტუაცია იყო. ეს პროცესი როგორ უნდა გაგრძელდეს, როცა ასობით და ათასობით გაბრაზებული მოქალაქე დგას ქუჩაში და ამ ადამიანებს არ ჯერათ იმ არგუმენტების, რომელსაც ხელისუფლება გვიყვება. ანუ ამ პროცესის გაგრძელება როგორ წარმოგიდგენიათ? მოგახსენებთ, რომ იმ წინააღმდეგ დავასრულებთ 90-იან წლებში იყო ასეთი გამოთქვა ლოზუნგების ქვეყანას ვეძახდით საკუთარ თავსაც და დღესაც ვხედავთ, რომ ჩვენი რადიკალური ოპოზიცია ეს ლოზუნგების პარტიებად არის ქცეული, მათთვის ევროპა არის მხოლოდ ლოზუნგი. როცა ამბობენ ევროპასთან დაკავშირებით, როცა საუბრობენ, ეს არის მხოლოდ ლოზუნგი და სხვათა შორის ეს გამოაჩინა იმ სხდომამაც, სადაც განიხილებოდა ეს საკითხი, ალბათ თუ აზერმენელი თვალყოს ნახავდით, რომ როდესაც გამოდიოდა მამუკა მდინარაძე, ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარე, იყო ოპოზიციის მხრიდან ხმაური, ხელების დარტყმა, ასე ვთქვათ, მაგიდაზე და სკანდირებდნენ არა რუსულ კანონს და პირზე მათ აღბეჭდილი ჰქონდათ ღიმილი. იცით რატო? იმიტომ საკუთარი ლოზუნგების არ სჯერათ. თვითონაც ხვდებიან, რომ არაფერ შუაში არ აქვს საერთოდ რუსეთი. ეს არის აბსოლუტური პროპაგანდისტული ლოზუნგი, რომელიც მათ გამოიგონეს იმისთვის, რომ გააგიჟონ ადამიანები და მიყვანონ იმ მდგომარეობამდე, რომ საქართველოს საკუთარი ქვეყნის პარლამენტის ჩვენ აქ არ გავაკეთოთ იმაზე რადიკალურ ოპოზიციას რა გეგმები აქვს და ისინი ყველანაირი ხერხით ცდილობენ ძალაუფლების ხელში ჩაგდებას. ჩვენ აქ ვამბობთ მოქალაქეებზე, რომლებიც რეალურად არიან გაბრაზებული და რომელთაც არ ჯერათ ეს არგუმენტები. მოქალაქეებსაც შეეხება, აქაც მნიშვნელოვანი არის, რომ ყველა ამ ლოზუნგების, ამ ყალბი ნარატივის, ამ გამოგონილი ტერმინების, რუსული კანონი და ასე შემდეგ, არსშიც კი ვერო არის სიყალბით სავსე, იმიტომ რომ საქართველოს პარლამენტს აბრალებენ რუსულობას, ხო? აი ამ სიყალბის იქით გაიხეთოს ერთი ნაბიჯით სიღრმეში არის ჩასვლა საჭირო, მეტი არ არის საჭირო, ერთი ნაბიჯით სიღრმეში და ყველა დარწმუნდება, რომ ეს კანონი და ეს იდეა არის მათთვის, ყველა იმ მოქალაქისთვის, რომელიც დღეს გუშინ დღეს დგას თუ იდგა პარლამენტის შენობასთან, თითოეული მათგანისთვის არის ეს საჭირო, მათი უფლება არ იცოდნენ. აი ეს ორგანიზაციები, რომლებიც აბულინგებდნენ საქართველოს პარლამენტის წევრებს, რომ ხმა არ მიეცათ ლევან იოსელიანსა და არიან დაფარული, რომ ვერ ხედავთ, ვინ არიან ეს ორგანიზაციები, ვინ აფინანსებს მას, რა დგას, რა მიზნები, რა პოლიტიკური მიზნები დგას მათ უკან. მოდით, ახლა დემონსტრირება აი ყალბი ნარატივის და იმ ლოზუნგების, რომლებზეც თქვენ საუბრობთ. ლევან ხაბეიშვილს ეკუთვნის ეს სიტყვები. ესვრიან ახალგაზრდებს, ეს არის პუტინის დავალება, ეს არის ახალგაზრდების ჩვენი ქვეყნის მომავლის წინააღმდეგ მიზანმიმართული ქმედება, ეს არის რუსული რეჟიმი. აი როგორ შეაფასებთ აი ძალიან მოკლე, მაგრამ ის სიმპტომატურ ციტატას ხაბეიშვილს. ხო, კიდევ ერთხელ ეს არის ტიპიური ეს არის ცდელობა დაგვაბრუნონ 90-იან წლებში. დაგვაბრუნონ ლოზუნგების ქვეყანაში, სადაც ტრაფარეტებია მნიშვნელოვანი და არა შინაარსი. სადაც აღქმა არის მნიშვნელოვანი და არა ფაქტი. სადაც ნარატივი არის მნიშვნელოვანი ან პროპაგანდა მნიშვნელოვანი და არა შინაარსი. სინამდვილეში ჩვენი რადიკალური ოპოზიცია და ის ჯგუფები, რომელიც მათ გარშემო არის, ეს ყალბი არასამთავრობო ორგანიზაციები, ეს არის 90-იანი წლების პოლიტიკოსები. ეს არის ხალხი, რომელსაც უნდათ ემოციებით მართონ ქვეყანა და ხალხი და მათ უნდათ და არა შინაარსი და პრინციპში ჩვენ აი სწორედ შეიძლება ამ იდეამაც შეიძლება ინსპირაცია მისცეს დისკუსიას იმისთვის, რომ ჩვენ
ახლებურად შევხედოთ ჩვენ გაგებას ევროპისა არა როგორც ლოზუნგების და ტრაფარეტების ქვეყნისა, სადაც ევროპა არის თვითმიზანი და უხარიათ ამის თქმა, ევროპა არის თვითმიზანი, ანუ ევროპა არის ახირება და არა შინაარსი. ამას ამბობენ სინამდვილეში, როდესაც ამბობენ, რომ ევროპა არის თვითმიზანი, ისინი ამბობენ, რომ ეს არის ახირება. და ჩვენ გვინდა რომ ეს იყოს შინაარსი. ჩვენ გვინდა რომ ჩვენი მოქალაქე იყოს ისეთივე მოქალაქე, როგორც არის ევროკავშირის მოქალაქე და ისევე იყოს ინფორმირებული მოქალაქე, როგორც არის ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქე. ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ სწორედ ახალი აღმოჩენა ჩვენი ევროპისა ჩვენ მოქალაქეებში უნდა იყოს, რომ ეს არის არა ტრაფარეტი, ეს არის არა ლოზუნგი, არამედ ეს არის შინაარსი და შინაარსი არის სწორედ იმაში, რომ ჩაუფიქრდეთ თუ რა უფლებები აქვს ამ ხრივ მოქალაქეებს გამჭვირვალობის სანამ დაგემშვიდობებით, ანუ წეგანაც კითხეთ, როგორ გაგრძელდება პროცესი, იმიტომ რომ მოქალაქეების ნაწილი, ყოველ შემთხვევაში პოლიტიკური ლიდერების ნაწილი, რომელთაც გააჟღერეს მოქალაქეთა სახელით თავისი განცხადებები, ამბობენ, რომ კანონი უნდა გაიწვიონ პარლამენტიდან. ოცნებას როგორ წარმოუდგენია პროცესის გაგრძელება? მაგალითად, შეხვდება თუ არა ადამიანთა ჯგუფებს, რომლებიც სხვადასხვა სექტორში არიან, ხელოვანები იქნება, ეს მეცნიერები, სპორტსმენები, ასე შემდეგ. ანუ ეს პროცესი როგორ გრძელდება? იმიტომ რომ მეორე დღეა ჩვენ რუსთაველზე ვხედავთ აი ასეთ ტიპის დემონსტრაციებს, შემდგომ გამოდის სპეცრაზმი და ახლა კადრში ვადევნებთ თვალყურს შედეგს. რა თქმა უნდა, რა და საქართველოს ხელისუფლებას ნამდვილად არ ეშინია დისკუსიის და ყველაზე ძლიერი ჩვენ ვართ დისკუსიებში, იმიტომ რომ დისკუსიებში არის ფაქტი და სხვათა შორის სწორედ ამიტომ იყო. ჩვენ ნახეთ რომ ორი კომიტეტის სხდომის ჩაშლა სცადეს და მათ შორის პლენარული სხდომის ჩასვლას სცადა ოპოზიციამ და არც ერთი არგუმენტი, არც ერთი რაიმე შენიშვნა ან მოსაზრება არ ქონდა წამოწნილი, ერთადერთი, როგორც კი დაუწყებით არგუმენტებზე მსჯელობა, როგორც კი მიდიოდა, იქვე იკეტებოდა ნებისმიერ მსჯელობა ტრაფარეტებით რუსული კანონი. აი ესე დაზომბებულები ატარებენ აი ამ ნარატივს კიდევ ერთხელ გამოგონილ ყალბ სიტყვას, საკუთარი ქვეყნისთვის შეურაცხყოფელ სიტყვებს იყენებენ, თითქოს საქართველოში ოკუპანტი ქვეყნის კანონი შეიძლება მიიღებოდეს, ამას აკადრებენ თვითონ საკუთარ ქვეყანას და ამ დაზუთხული სიტყვებით დაზომბებული, ასე ვთქვათ, სკანდირებენ მხოლოდ ამას და არ შედიან დისკუსიაში. ჩვენ დისკუსიაში ვართ ყოველთვის ვყარი, როგორც ყალბი ნარატივი ამორჩევის გაყალბებასთან დაკავშირებით, სწორედ დისკუსიით და ფაქტებით და არგუმენტებით დავასრულეთ, როგორც ყალბი ნარატივი თითქოს საქართველოს არ არის საკმარისად სოლიდარული უკრაინის მიმართ, სწორედ არგუმენტებით და ფაქტებით დავასრულეთ, ასევე დასრულდება ეს მღელვარებაც და ჩვენ მოქალაქეები ნახავენ, რომ საბოლოო ჯამში ეს იდეა არის სწორედ მათთვის, რაც შეეხება შინაარსს და ფორმას, ამაზე ვიმჯერებთ ყველა ერთად. კიდევ ერთხელ, საქართველოს კონსტიტუციის დაცვის პირველი გარანტია არის საქართველოს პარლამენტი, რომელიც იღებს კანონებს და რა თქმა უნდა ჩვენ მოქმედით ამ ინტერესიდან გამომდინარე და ეს პროექტი ჯერ კიდევ პირველ მოსმენით არის, მთავარი არის, რომ პარლამენტი შეთანხმდა ამ შემთხვევაში პრინციპზე, რომ მოქალაქეებს აქვთ უფლება იცოდნენ ყველაფერი იმათ შესახებ, ვინც არიან ჩართული იმ გადაწყვეტილებების მიღებაში, რომელიც მათ ეხებათ. ეს მათ ეხებათ. ეს კანონი მათ ეხებათ იმ ხრივ, რომ მათ აძლევთ უფლებას იცოდნენ, ვინ იღებს გადაწყვეტილებას მათ შესახებ. პარლამენტის შენობის წინ ტერიტორია ახლა დაკავებული აქვს სამართალდამცველებს, მომიტინგეების აგრესიული ქმედებების გამო მათ გამოიყენეს კანონით დაშვებული სპეციალური საშუალებები, ეს ტერიტორია არის გაწმენდილი. ხვალ შეიკრიბება პარლამენტის ხდომა დანიშნული. ხო ელოდებით კიდე რაიმე პროვოკაციას? ნახოთ სამწუხაროდ კიდევ ერთხელ აბსოლუტურად არ უყურებს გვერდიდან საკუთარ თავს არ უყურებს რადიკალური ოპოზიცია. ვერაცნობიერებენ პირველ რიგში როგორ აზიანებენ საკუთარ ქვეყანას, თუნდაც აი ამ სურათებით, რომელსაც ისინი თავისი პოლიციის მანქანა არის ამოყირებული, ახლა ხედავს. თუნდაც ამ სურათებით, მათ შორის ჩვენც კიდევ ერთხელ 90-იანი წლების შთამომავლობა ვართ, ასე ვთქვათ, ან ხალხი ვართ და ბევრი რამ გვახსოვს, ცუდი რაღაცები გვახსოვს, მაგრამ მოლოტოვის კოქტეილები მე პირადად არ მახსოვს და ესეც სამწუხაროა, რომ ჩვენმა რადიკალურმა ოპოზიციამ აი ეს მოახერხა, რომ ამდენად დაძაბა სიტუაცია. რაც შეეხება კიდევ ერთხელ სამწუხაროდ არ უყურებენ საკუთარ არ აქვს განცდა საკუთარი სამშობლოსი, იმის გაცდა, რომ რასაც ისინი აკეთებენ, რასაც ქმნიან საკუთარ ქვეყანაზე, ეს აზიანებს შეიძლება ეს ხელისუფლებას აზიანებს თავისთავად, თუმცა ეს ამავე დროს აზიანებს და არანაკლებ აზიანებს
ჩვენს საერთო სამშობლოს და აი ამის გაცნობიერება რო არ აქვს, ეს არის სამწუხარო, რაც შეეხება პარლამენტი კიდევ ერთხელ წარმოადგენს ხალხს, მათ შორის იმ ხალხს, რომელიც გამოთქვამს დღეს საკუთარ აზრს ამა თუ იმ კანონპროექტთან დაკავშირებით, მათ შორის ამ პროექტთან დაკავშირებით და რა თქმა უნდა პარლამენტის ვალდებულება რომ როგორ ფიქრობთ, აი ამ სიტუაციიდან გამოსავალი, გასაღები ოპოზიციის ხელშია, მათ უნდა გადადგან ნაბიჯი, რო ეს განიმხილოს. უბრალოდ ყოვლისა სამწუხაროდ გუშინაც და დღესაც ჩვენ ნახეთ, რომ ერთის რომ ნახეთ ოპოზიცია, რომელიც მხოლოდ ცდილობს რომ გააღვივოს, ასე ვთქვათ, გარკვეული აგრესია მოქალაქეებში, ეს ერთი, თუნდაც აი რაც ხდებოდა იმ რიტორიკით, რაც საპარლამენტო განხილვების დროს იყო და ისტერიით, რომელსაც ისინი იქ ქმნიდნენ, გააღვივონ აგრესია მოქალაქეებში და სამწუხაროდ ზოგიერთი გამოხმაურება მეგობრის თუ არა მეგობრის, შიგნით თუ გარეთ, რომელიც ასე ვთქვათ, სიმპათიებს და ასე შემდეგ გამოხატავს ამ ყველაფერს, და ხედავთ, რომ ამითი საბოლოო ჯამში ის აგრესიული ჯგუფების წახალისება ხდება, რომელიც მშვიდობიან მოქალაქეებს, რომელიც გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებას, მშვიდობიან მოქალაქეების პროტესტს ჭრილს აყენებენ საკუთარი აგრესიული ქმედებით, იმიტომ რომ გრძნობენ, რომ თითქოს აქვთ მათ რაღაც ლეგიტიმაცია შიგნიდან თუ გარედან იმისთვის, რომ ჩაამტვრიონ პარლამენტის შენობის ფანჯრები და მიიტანონ შტურმი პარლამენტის შენობაზე. ერთადერთი მთავარი არის ერთი რამ, რომ ჩვენ და პოლიტიკაში 2 წელი პოლიტიკაში ვარ. მანამდე როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე ვიყავი მონაწილე ბევრი რამ მეც მიმიღია მონაწილეობა სხვა აქციაში, მაგრამ ეს არის საბოლოო ჯამში მთავარი. ჩვენი როცა ვამბობთ, რომ ქართველი ხალხი არის ბრძენი, ეს დამტკიცდა ბევრჯერ. ამ შემთხვევაში დამტკიცდება, რომ ჩვენი მოქალაქეები თავის მშვიდობიანად საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამენ, საქართველოს ხელისუფლება ბევრ რამეს მოისმენს საკუთარი მოქალაქეებისგან, რა თქმა უნდა, და სწორედ მათი ინტერესებიდან გამომდინარე მიენიჭოს მათ იმ ინსტრუმენტს, რომ იცოდნენ ყველაფერი მათ შესახებ, ვინც აბულინგებდა დეპუტატებს, რომ ომბუდსმენისთვის ხმა არ მიეცა, ვინც აყალბებდა არჩევნებთან დაკავშირებით სხვადასხვა დასკვნებს და შედეგებს. აი ამ ყველაფერთან დაკავშირებით მიიღებენ ვინ არიან იმ ინფორმაციას, რომელიც მას ჭირდება. ვინ არიან, ვინ აფინანსებს მას და რა ინტერესები ამის შემდეგ. ეს ინფორმაცია არის სწორედ მათი იარაღი, ჩვენი მოქალაქეების იარაღი. ხელისუფლებას უნდა რომ ეს იარაღი მისცეს მათ ხელში, ინფორმაცია როგორც იარაღი და შემდეგ ისინი თავად გამოიტანენ დასკვნებს. მადლობა, დაველოდებით როგორ გაგრძელდება პროცესი მათ შორის საკანონმდებლო ორგანოში. შალვა პაპუაშვილი იყო ჩვენი სტუმარი, დიდი მადლობა რომ ასეთ რთულ პერიოდში მოხვედით და დრო გამონახეთ ჩვენთან სასაუბრო. სანამ ფარულ ჩანაწერს შემოგთავაზებთ, ახლა თქვენ პირდაპირ ეთერში ხედავთ